კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ახალ ამბებს 4-ზე მე ქეთი მამრიკიშვილი ვარ. საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა. დიპლომატის საგარეო უწყებაში მის მიერ ბრიუსელში გაკეთებული იმ განცხადების გამო დაიბარეს, სადაც ელჩი ქართველ ხალხს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის გაჭირვებისა და კორუფციის ბნელ დროში დაბრუნებით ემუქრებოდა. მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა, გადადგმული ნაბიჯები და გაკეთებული განცხადებები ძირს უთხრეს ნდობას მხარეებს შორის და აზიანებს საქართველოს ევროკავშირის პარტნიორობას. საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ბრიუსელის ქმედებები შეიძლება შეფასდეს როგორც ქართული საზოგადოების მეტად პოლარიზაციის და რადიკალური დღესდღეობის წახალისებისკენ გადადგმულ ნაბიჯებად. მაკა ბოჭორიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება მუდმივად გამოხატავს მზაობას კონსტრუქციული დიალოგისთვის და ევროკავშირის მხრიდან მოელის სამართლიან და პატივისცემაზე დამყარებულ დამოკიდებულებას. საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრის შემდეგ პაվել ჰერჩინსკიმ ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა. ქართული ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში. შესაბამისად, ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის და ყველაზე კარგად გრძნობს, რომელი გზის გასაყართან დგას საქართველო. რამდენად ჭირდება საქართველოს უსაფრთხოებას გაფრთხილება და საქართველოში რამდენად გვჭირდება სტაბილურობა. რამდენად არ გვჭირდება წახალისება ამ საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზების, ის განცხადებები, ის ქმედებები, ის ნაბიჯები, რაც იტყმება ბრიუსელის მხრიდან, ის დამოკიდებულება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში, რომელიც სხვათა შორის ქართული ხალხის მიერ არის არჩეული. არის მიუღებელია ყველაფერი ის, რაც აღვივებს ჩვენ საზოგადოებაში პოლარიზებას. როგორი განმარტებაც არ უნდა მოვისმინოთ, ფაქტები და ქმედებები რჩება ფაქტებად და ქმედებებად. საქართველო არის კეთილსინდისიერი პარტნიორი, საქართველოს არაფერი გაუკეთებია ევროკავშირთან მიმართებაში, რომ დაზიანებულიყო ევროკავშირის რომელიმე ინტერესი. მოველით, რომ ბრიუსელის მხრიდან იქნება ის დამოკიდებულება, რასაც იმსახურებს საქართველო. საპარლამენტო უმრავლესობაში ჰერჩინსკის ვენის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებენ. მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებით, ჰერჩინსკი წარმოადგენს კონკრეტულ ძალებს, ვისთვისაც საქართველოს ეროვნული ხელისუფლება არ არის მისაღები. გარდა ამისა, ამის გამო ხდება მუდმივი ზეწოლა საქართველოზე, რაც შეეხება მის მიერ გაკეთებული განცხადების შინაარსს, კანონმდებლობის განცხადებით, სწორედ სამოქალაქო დაპირისპირებას, სიღატაკეს და ნეგატიურ განვითარებას აფინანსებდა ევროკავშირის სხვადასხვა ფონდები საქართველოში, თუმცა ხელისუფლება ყველა გამოწვევას გაუმკლავდა. არ ვიცი, რამდენად მეგობრულად შეიძლება მივიჩნიოთ სამოქალაქო დაპირისპირების და იმ რაღაცა უბედურების წინასწარმეტყველება თუ სურვილი, რომელიც ბატონმა ელჩმა გამოთქვა. ყოველ შემთხვევაში, სწორედ სამოქალაქო დაპირისპირებას, სწორედ სიღატაკეს და ყველანაირ ნეგატიურ განვითარებას ნამდვილად აფინანსებდა ევროკავშირის სხვადასხვა ფონდები და ამიტომ თუ ამ წლების მანძილზე ჩვენ ამ ყველაფერს უმკლავდებოდით, ახლა განსაკუთრებით საინტერესოა რაიმე კონკრეტული გეგმა ხომ არა აქვთ იმისთვის, რომ ეს რაზეც ელჩმა ისაუბრა, ახალი დაფინანსების თუ ახალი შემოტევის ნაკადი და ტალღა მოხდეს. კიდევ ერთხელ ჩანს და იშიფრება აქ, რომ ქართული ხალხის არჩევანი ყავდეს ეროვნული ხელისუფლება არ არის მისაღები კონკრეტული ძალებისთვის, მათ შორის იმ ძალებისთვის, ვისაც წარმოადგენს ჰერჩინსკი. ამიტომაც ხდება მუდმივად ზეწოლა, მუქარა ვენის კონვენციის ფეხქვეშ გათელვა დიპლომატების კონკრეტულად ამ დიპლომატის მხრიდან, მაშინ როდესაც აი ეს მუქარა ასე ხაზგასმით გაჟღერდა ჩვენი საზოგადოების მიმართ. შესაბამისად მიბრძანდეს ბატონი ელჩი და უთხრას, აუხსნას როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ასევე სრულიად ქართულ საზოგადოებას, რომელიც არის სავსებით სამართლიანად აღშფოთებული ამ განცხადებით, თუ რა იგულისხმა იმ ტექსტში, რაც მოვისმენთ ჩვენ ყველა. გარდა იმისა, რომ ეს არის შეუწყებელი განცხადება და რასაც რა თქმა უნდა ქართული საზოგადოება ძალიან კარგად გებულობს, რომ ის თავის დროზე რუსეთის ეგზარხოსი რუსულად რო წევლიდა ქართველებს, ეხლა ეს ინგლისურად აყენებს შეურაცხყოფას. და განსხვავება არის ენებს შორის მარტო.
აქედან გამომდინარეობს ზუსტად ის მიუღებლობა, რის გამოც დაბარებული არის ბატონი ჰერჩინსკი ახლა სამინისტროში. მეგობრული განცხადება ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ კეთდება. მეგობრული განცხადება და მეგობრული გაზიარება მწუხარების იყო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნისგან, პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. იგივე მეგობრული მწუხარების გაზიარება რატო არის მაგალითად ევროკავშირის ბიუროკრატიისგან? ცალკეული ელჩების მიერ წახალისებული რადიკალიზმის საპასუხოდ ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ხელისუფლებისგან დიპლომატებთან კომუნიკაციის შეწყვეტას ითხოვს. პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ევროკავშირის დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ნიდერლანდების და გერმანიის ელჩების ქმედებებს იხსენებენ და აცხადებენ, რომ დიპლომატები არასაკუთარი ქვეყნების, არამედ deep state-ის ინტერესებით ხელმძღვანელობენ. საქართველოს ინტერესებს აზიანებენ და ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა საკუთარი აგენტურული ქსელის, რადიკალური ოპოზიციისა და NGO სექტორის ხელით ცდილობენ. შესაბამისად, ნეიტრალურ საქართველოში მიაჩნიათ, რომ ვენის კონვენციის დამღვრელ დიპლომატებთან ხელისუფლებამ კომუნიკაცია უნდა შეწყვეტოს. საქართველოში საიდუმლოს აღარავისათვის წარმოადგენს, რომ ევროკავშირისა და კონკრეტული ევროპული სახელმწიფოების ელჩები ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების მიმართ მტრულად არიან განწყობილი. გვესმის ქართული ოცნების სტრატეგია, რომ მოთმინებით ელიან ბრიუსელში არსებული აგენტურული ქსელის და deep state-ის ცვლილებას. მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ ყველანაირი ურთიერთობა და კომუნიკაცია უნდა გაწყვიტოს გლობალური ომის პარტიის მომსახურე პერსონალთან, რომელსაც ელჩები ეწოდება და რომლებიც ჩვენ ქვეყანაში რადიკალიზმის, დესტრუქციის და დანაშაულის წახალისების გარდა არაფერს აკეთებენ. ამავდროულად ისინი აქტიურ კოორდინაციაში არიან, დავალებებს აძლევენ და განაგებენ ქვეყნის მტერი ოპოზიციის ქმედებებს. მათ არ შეიძლება ეწოდოს დიპლომატები, ისინი ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს უპირისპირდებიან. ის რომ საქართველოს პატარა ქვეყანაა, რომ მას არ აქვს ბირთვული შეიარაღება, ეს არ ნიშნავს, რომ მას არ აქვს ეროვნული ღირსება და არ აქვს უფლება დაიცვას საკუთარი ეროვნული თავმოყარეობა, ამიტომ ჩვენ ვითხოვთ ხელისუფლებისგან ბევრად უფრო მკაფიო, სამართლიან და ხის ნაბიჯებს იმისათვის, რომ რამენაირად ვაიძულოთ აღნიშნული პირები, რომლებიც ღიად მტრობენ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს, შეცვალონ დამოკიდებულება და თუ ეს მეთოდიც არ გაამართლებს, შემდეგ უკვე გადავიდეთ სხვა ნაბიჯებს. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის საკითხს იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. მთავრობის ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნის შესახებ პარლამენტი ხვალ პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს. საკანონმდებლო ორგანო საკითხს დაჩქარებული წესით განიხილავს. სახელმწიფო მინისტრის და ვიცე-პრემიერის პოსტს მამუკა მდინარეძე დაიკავეს. მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა დღეს განმარტა, რომ სტრუქტურის შექმნა უზრუნველყოფს სამართალდამცავ ორგანოებს შორის კოორდინაციას და მათ ურთიერთობას ისეთ კონსტიტუციურ ორგანოებთან, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სამართალდამცავი ორგანოების მონიტორინგში. ეს გულისხმობს ურთიერთობას პროკურატურასთან, სასამართლო ხელისუფლებასთან და სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. საკანონმდებლო ორგანოში დარწმუნებულები არიან, რომ მამუკა მდინარეძე, როგორც გუნდის გამორჩეული ლიდერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებს ღირსეულად გაუძღვება. სახელმწიფო მინისტრის თანამდებობამ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში შეიქმნება საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში. სახელმწიფო მინისტრი იქნება საქართველოს მთავრობის სრულფასოვანი წევრი და აღმასრულებელი ხელისუფლების უმთავრეს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას გაუწევს კოორდინაციას. ეს გახლავთ აღმასრულებელი ხელისუფლების ურთიერთობა სამართალდამცავ ორგანოებთან, მათი კოორდინაცია, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ სამართალდამცავი ორგანოების სტრუქტურა დღესდღეობით არ მოიცავს მხოლოდ მთავრობის წევრებს, მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებს ამ მიმართულებით ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და აქედან გამომდინარე მათი კოორდინაციის დაკისრებული ფუნქციების ეფექტურად შესრულების თვალსაზრისით ეს თანამდებობა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი რგოლი აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურაში. აღნიშნულის ხაზგასასმელათაც ეკისრება ახალ მინისტრს, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში დაიკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას, ვიცე-პრემიერის მოვალეობა. იქნება ახალი პოზიცია, ახალი თანამდებობა.
სახელმწიფო მინისტრის სახით, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სამართალდამცავ ორგანოებს, რაც უმნიშვნელოვანესია და ამ კოორდინაციის შედეგი ჩვენ ვნახეთ 2025 წლის 4 ოქტომბერს, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კოორდინირებული მოქმედებით ჩვენს ქვეყანაში თავიდან იქნა აცილებული ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობა. და მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის გარშემო არ ნელდება ჩვენი ქვეყნის ავის მოსურნეთა ზრახვები, რომ ჩვენ ქვეყანაში არეულობა იყოს და ამ კუთხით საკუთარი კეთილდღეობა მოაწმონ, საკუთარი ინტერესები გაატარონ, უმნიშვნელოვანესია, რომ კიდევ უფრო მეტად ყოველდღიურ ოპერატიულ დონეზე კოორდინაციაზე პასუხისმგებელი პირი, პასუხისმგებელი თანამდებობა არსებობდეს, რომელიც რა თქმა უნდა სრულად მატერიალურ, ტექნიკურ, ფინანსურ თუ სხვა უზრუნველყოფას შეძლებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. მიმდინარე კვირას პარლამენტის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელსაც დაამტკიცებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ კანდიდატურას გეკა გელაძეს ჯერ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტზე მოусმენენ, რის შემდეგაც საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა. პარლამენტის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს 6 წლის ვადით ირჩევს. კანონმდებლები დარწმუნებულები არიან, რომ გეკა გელაძე უწყებას ღირსეულად გაუძღვება. ბატონ გეკა გელაძე ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მისი ხელმძღვანელობის პირობებში იყო მართლაც ზღვა საქმე და სამუშაო გაწეული. შესაბამისად, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ იმ ახალ პოზიციაზე, რომელიც ხელმძღვანელიც პარლამენტის ხარდაჭერის შემთხვევაში და მე მჯერა, რომ რა თქმა უნდა პარლამენტი მხარს დაუჭერს ამ ცვლილებებს, გახდება გეკა გელაძე, ასევე ამ წარმატებულ მუშაობის ტემპს გააგრძელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე. ნუ გეკა გელაძე რაც შეეხება ჩვენ ნახეთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ის ეფექტური იყო საკმაოდ, ეს საჯაროა და ამას არ ჭირდება ბევრი ახსნა განმარტება, განსაკუთრებით ნარკომანესთან ბრძოლაში მისი უწყება საკმაოდ იყო გამორჩეული. აქედან გამომდინარეობს ის მოლოდინიც პოზიტიური, რაც ამ შემთხვევაში უნდა იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე. მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა და უსაბუთებელი ბრალდებები და მორიგი დეზინფორმაცია. TV პირველს და მის რესპონდენტებს სიცრუეში ამჯერად პროკურორ თამარ ბეჟუაშვილის მამა ამხელს, რომელიც აცხადებს, რომ ტელეკომპანიის რეპორტაჟში მოყვანილი არაერთი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. საუბარია იმის შესახებ, თითქოს ბეჟან ბეჟუაშვილმა ბიზნეს პარტნიორების კუთვნილი თანხები მიითვისა, თუმცა არაერთი დოკუმენტითა და მტკიცებულებებით საპირისპირო დასტურდება. ირკვევა, რომ გიორგი ბერიშვილი და თეიმურას ყარმაზანაშვილი, რომელთაც რეპორტაჟის ავტორი დაიყრდნო, თავად არიან მსჯავრდებულები და ბრალდებულები სახელმწიფოსთვის გადასახადების დამალვის და თაღლითობის საქმეებზე. მათ შორის 2023 წელს დავა წაგებული აქვთ თავად ბეჟან ბეჟუაშვილის კომპანიასთან. სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე ყარმაზანაშვილის კომპანიას 2,5 მილიონი ლარზე მეტის გადახდა დააკისრა. ბეჟან ბეჟუაშვილი პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. ბიზნესმენებად მოიხსენიებენ პროფესიონალ თაღლითებს, ცხოვრების წესირო თაღლითობა აქვთ ასეთ ადამიანებს და გაურკვეველი წარმომავლობის თანხებსა თუ რაღაც დოკუმენტების წინ დაუგამფრიალით ცდილობენ შექმნან ნარატივი იმის შესახებ, თითქოს და ეს ადამიანები კეთილსინდისიერი პატიოსანი ადამიანები არიან დაჩაგრული ჩემი და ჩემი ოჯახის მიერ, რაც აბსოლუტური სიცრუეა. და მინდა ვთქვა, რომ ეს ესე ვერ გაივლის, იმიტომ რომ ყველა მტკიცებულება, ყველა დოკუმენტი საიმისოდ გამაჩნია, რომ ეს ასე არ არის და არის პირიქით. 350,000 ლარი არის შემადგენელი ნაწილი 854,500 ლარის, რომელიც საბოლოო ტრანშით შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტში. ამის შესახებ არსებობს ქვითარი. ამ ქვითრის წარმოდგენის შემდეგ ყველანაირი ყადაღა გასამართლებულ ყარმაზანაშვილს, მის პარტნიორ კეიდიას ბესარიონს, ბატონ ლაშას და სხვა ფიგურანტებს მოეხსნათ და სასამართლოში, როგორც მოგახსენეთ, დეკემბრის ბოლოს, 22 წლის დეკემბრის ბოლოს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. 2 წელი პირობითი მიესაჯა და მან დაარი მაგისი ბრალიც ყარმაზანაშვილის. ახლა ადვოკატმა არ იცი საზოგადოება შეგნებულად შეცდომაში რო შეყავს უკვე ფაქტია. აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივრით მას მიმართა მართლა 2-3 თვის მერე პროკურატურას, სადაც დამალეს მათ ეს ფაქტი, რომ
ამ საქმის ფიგურანტები იყვნენ. პროკურატურის მიერ შემოწმება ჩატარებულია, ყველა ფიგურანტი გამოკითხულია, მათ შორის მეც, წარდგენილია ყველა სახის დოკუმენტაცია და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიღებულია სიმართლეს დაერქვა თავის სახელი. აი, რატო დაჭირდათ 3 წლის მერე და ეს დღეს რო გაკვირვებული სახით ამბობს ბატონი მოადვოკატო ელემენტი, რომ აი ესო საიდანო როგორ ეხლა, ან კლიენტს ვერ იცავს კარგად, ან რჩევას ვერ აძლევს იურიდიულად და ნუ თავისი პრობლემები არის. ფაქტი არის ერთი, რომ ეს არის სრული სიცრუე, რაც ემსახურება, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სრულ დისკრედიტაციას. ევროკავშირის ჩარევა სხვა ქვეყნების არჩევნებში საერთაშორისო გამოცემა ევრაზია დეილი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ანგარიშზე დაყრდნობით ევროკავშირის მხრიდან სუვერენული ქვეყნების არჩევნებში ჩარევის შესახებ წერს. ირკვევა, რომ ევროკავშირი უხეშად ერეოდა სლოვაკეთის, ნიდერლანდების, საფრანგეთის, რუმინეთის, მოლდოვას და ირლანდიის არჩევნებში. 160 გვერდიანი ანგარიში, რომელიც რესპუბლიკური პარტიის წევრებმა მოამზადეს ტექნოლოგიური კომპანიების, სოციალური პლატფორმებს და სხვა არასაჯარო დოკუმენტებს ეფუძნება, რომლებიც სასამართლო უწყებების მეშვეობით იქნა მოპოვებული. ანგარიში ნათქვამია, რომ 2023 წელს ციფრული სერვისების შესახებ კანონის ძალაში შესულან ევროკომისია რეგულარულად ახდენდა ზეწოლას სოციალურ პლატფორმებზე პოლიტიკური კონტენტის ამოღების ან შეზღუდვის მიზნით. ანგარიშის ავტორების თქმით, ევროკომისიამ დიდი ოდენობით ჯარიმების მუქარით აიძულა ისეთი კომპანიები, როგორიც არის YouTube, TikTok და X-ი წაეშალათ კონტენტი, რომელიც არ იყო უკანონო, მაგრამ აკრიტიკებდა ევროკავშირის პოლიტიკას ან მიგრაციას. დეტალები გამოცხადებული ქვეყნების შესახებ ანგარიში ევროკომისიის ქმედებებს შემდეგ ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებთან აკავშირებს. სლოვაკეთი 2023. სავარაუდოდ საპარლამენტო არჩევნებამდე ევროკავშირმა ზეწოლა მოახდინა TikTok-ზე, რათა გარკვეული სოციალურად კონსერვატიული განცხადებებისთვის სიძულვილის ენა მიეთითებინა. მაგალითად არსებობს მხოლოდ ორი სქესი. TikTok-ის შიდა ინსტრუქციებში აღიარებული იყო, რომ ასეთი შეხედულებები სლოვაკეთის პოლიტიკურ დისკუსიებში გავრცელებული იყო, თუმცა მოდერაცია მაინც გამკაცრდა. რუმინეთი 2023. ანგარიში დიდი ყურადღება ეთმობა არჩევნების გაუქმებას. სავარაუდოდ TikTok-მა გააფრთხილა ევროკავშირი ლეგალური კონტენტის, კერძოდ კანდიდატ კალინ გეორგესკუს სურათების გაუმართლებელი წაშლის შესახებ რუმინეთის ხელისუფლების მოთხოვნით, რომელიც DSA-ის შესაბამისად მოქმედებდა. ანგარიშის ავტორები ეჭვქვეშ აყენებენ რუსეთის ჩარევის ოფიციალურ ვერსიას და მოჰყავთ შიდა დოკუმენტები, რომლებშიც ბოტების კოორდინირებული ქსელის მტკიცებულებები არ არის ნაპოვნი. მოლდოვა 2024 ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ევროკავშირის მხარდაჭერის ცენტრმა მოაწყო სამიტი დეზინფორმაციასთან ბრძოლის პლატფორმებთან ერთად, სადაც მოლდოვას პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა. ამან ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კითხვები გააჩინა, რადგან პრემიერ-მინისტრის პარტიამ საკუთარი კანდიდატი წარადგინა. საფრანგეთი 2024 ანგარიშში წარმოდგენილია ევროპული და ეროვნული არჩევნების წინა პერიოდში პლატფორმებზე ზეწოლის შესახებ ზოგადი ბრალდებები. დამატებით ფონური ინფორმაციად აღნიშნულია, რომ ამერიკელი დიპლომატები დაინტერესდნენ მარინ ლეპენის სასამართლო პროცესით და განიხილავდნენ პროცესის სამართლიანობას. ნიდერლანდები და ირლანდია 2023, 2024, 2025. ეს ქვეყნები ანგარიშის ზოგად სიაში მოხსენიებულია, როგორც ჩარევის მაგალითები. ევროკავშირი ეროვნულ არჩევნებში მონაწილეობს DSA მექანიზმების მეშვეობით, თითოეული მათგანისთვის კონკრეტული ინციდენტების დეტალური აღწერის გარეშე. ის რაც შეერთებული შტატებისთვის სუვერენული ქვეყნების არჩევნებში უხეში ჩარევაა საქართველოში ნაციონალური მოძრაობისთვის ევროკავშირის მხრიდან სხვა ქვეყნებში დემოკრატიის დაცვა. ლაშა ფარულავა მიიჩნევს, რომ ამ ფორმით ევროპელი ბიუროკრატია ცდილობს წევრი ქვეყნების მხრიდან ევროკავშირის მიმართ აღებული ვალდებულებები აკონტროლოს. ბრიუსელის ბიუროკრატიას, რომ სხვადასხვა ქვეყნების სათავეში მათ მიერ მართული ხელისუფლებების მოყვანა სურს, ეს ახალი არ არის ქართული ოცნებისთვის. კანონმდებლები იხსენებენ, რომ რაზეც შეერთებული შტატები დღეს ევროკავშირის ამ ხელსაყრელოს ხელისუფლების წევრები უკვე წლებია საუბრობენ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები არიან სლოვაკეთიც, უნგრეთიც და ცხადია, მათ აქვთ ვალდებულები ბრიუსელთან, აქვთ ვალდებულები პარტნიორებთან. ეს არის ის ვალდებულები, რომლებიც აიღეს როგორც ევროკავშირის წევრებმა. ამიტომ ეს ჩარევა კი არ არის, არამედ არის ვალდებულებების შესრულება. შეერთებული შტატები დღეს საუბრობს იმაზე, რაც ჩვენ აქამდე არაერთის ვისაუბრია, ეს არის ევროკავშირის მხრიდან მუდმივი მცდელობა სხვადასხვა ქვეყნებში და არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში ჩაერიონ მათ შიდა საქმეებში, ჩაერიონ არჩევნების პროცესში და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ეროვნული ხელისუფლებების ეროვნული ძალებით დაკომპლექტება არ მოხდეს. ეს აჩვენებს იმ ევრობიუროკრატიის არარჩეული ადამიანების საკმაოდ დესტრუქციულ პოლიტიკის მიმდევრობას, რომელიც ყოველგვარი განსხვავებული აზრის
დათრგუნვას და მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების წინ წაწევას გულისხმობს. ის ფაქტი, რომ ევრობიუროკრატია უხეშად ერევა ქვეყნების სუვერენიტეტში, არჩევნებში, პოლიტიკურ პროცესებში, ეს ჩვენ საკუთარ თავზე გამოვცადეთ, ამიტომ ამ ანგარიშში ნაჩვენები არის თავად ევროკავშირის შემადგენელი ქვეყნები, თუმცა თუ უფრო გააფართოვებენ, ასე ვთქვათ, ამ მასშტაბს და ინახავენ, რომ საქართველოში თითქმის ბოლოს ჩატარებულ ყველა არჩევნებში ევრობიუროკრატიის და იმ კონკრეტული ანგაჟირებული და სპეციალურად, ასე ვთქვათ, ჩართული პოლიტიკოსების უხეშ ჩარევას დაინახავენ. ამიტომ ოპოზიციონერ აქტივისტებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ნანუკა ჟორჟოლიანს ამჯერად მარია მეყანწიშვილი დაუპირისპირდა. მეყანწიშვილი ჟორჟოლიანს საშიშ ადამიანს უწოდებს და ამბობს, რომ მან ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. ცნობისთვის აქტივისტებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ერთ-ერთი აქტივისტი ლუკა ჭოხონელიძე მეორე აქტივისტმა ალბი გორძაიამ ახალგაზრდა ქალის გაუპატიურებაში დაადანაშაულა. ჭოხონელიძეს მხარი დაუჭირა ნანუკა ჟორჟოლიანმა. ნანუკა, გაგახსენებ შენს მიერ ცრუ ბრალდებებით ციხეში მოხვედრილ ნანა სანდერს, რომელსაც შენს პოსტებს უდებენ მტკიცებულებად ჩადენილი დანაშაულის. გაგახსენებ ჩემს თავს იქამდე, სანამ მიამადან არ გამომიშვეს, რომ არ მოისვენე და მეც სუსად შემრეცხე 1300 ლარიანი სამსახურის გამო. გაგახსენებ კიდევ ბევრ ეპიზოდს. მიუხედავად ამისა, მაინც არასდროს მიწოდებია შენთვის ჩანერგილი, სუსი, ქოცებთან გარიგებული, შენი მათდამი მჭიდრო კავშირების მიუხედავადაც კი. არსებობს წითელი ხაზები და ვფიქრობ ყველა გადაკვეთე. არ გეტყვი რომ სუსი ხარ, მაგრამ გეტყვი რომ ძალიან საშიში ადამიანი ხარ და ძალიან მავნებლობ. იმ ნდობას იყენებ, რომლითაც მსხვერპლი შენამდე მოვიდა და ვხედავთ, როგორც მოახდინე პოზიციონირება და როგორ გამოიყენე იმ გოგოს ნდობა. ცრუობ იტყუები ნანა სანდერის საქმეში არანაირი სქრინი არდევს და კითხვა მაქვს, ამიტომ უნდა მოიქცეთ ისე როგორც იქცევით. კიდევ კარგი რომ არსებობს დიალოგის შინაარსის მტკიცებულება, სწორედ ასეთი დეტალები უნდა გახდეს საჯარო და ასეც იქნება. გახდება კიდეც, ნუ ბორგავთ ტყუილა, ხომ ხართ მართლები, საჯაროობა ნუ გაშინებთ. აქ ერთადერთი, ვინც ცრუობს ხარ შენ. ნანა სანდერის და ჩემი სასამართლო მაინც არის საჯარო და პროკურატურამ შენი პოსტის სქრინები რომ მოუტანა, იქ მაინც იცის სასამართლო პროცესზე დამსწრეთა 100%-მა. ძალიან კარგად იცი, გოგონა, რა მდგომარეობაში მოვიდა შენამდე და პირველი ოჯახიდან გამომდინარე რომ არასაჯაროობა გთხოვა და ამაში დახმარება. იცი რატომ ხარ ბოროტი? იცი რომ არც ერთი ჩვენგანი არ ვიკადრებთ გოგოს ინტერესებიდან გამომდინარე იმის გასაჯაროებას, რაც ამ გოგონას დააზიანებს. ასე რომ რამდენჯერაც არ უნდა სცადო ჩვენი პროვოცირება და როგორც არ უნდა გვაშავო, ჩვენ არ გავყიდით ამ გოგოს ინტერესებს და საჭიროებებს შენგან განსხვავებით. ზეიმშჩალეს სააკაშვილ ბოკერია გვარამიას ალიანსის წევრებმა ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრის შემდეგ ნიკა გვარამიამ მედიასთან აღნიშნა, რომ დიპლომატთან საქციების საკითხი განიხილეს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ დასავლელი პარტნიორების მხრიდან აუცილებელია გადაიდგას ნაბიჯები, რომლებიც ხელისუფლებას დააზიანებს. როგორია საკითხზე ბრიტანეთის ელჩის პოზიცია ამ დრომდე უცნობია. საელჩოს პოსტივი მკითხოთ მიმართა, სადაც საუბრის შინაარსის დაზუსტება უცადეთ, თუმცა დიპლომატიური უწყება შეხვედრასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს ამ დრომდე არ პასუხობს. რაც შეეხება სახელმწიფო გუნდს საქმეთა მინისტრის განცხადებით, ოპოზიციას არასდროს უძებნია პარტნიორები ქვეყნის შიგნით, ქართულ ხალხში ისინი ეძებენ პარტნიორებს ქვეყნის გარეთ, სადაც მოხდება მათი ინტერესების თანხვედრა, რომ დააზიანონ საქართველოს და ქვეყნის ხელისუფლების ინტერესები. ოპოზიციის მხრიდან მოღალატეობრივი ქმედებები არ უყვირთ არც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს. ცხადია, დიდი ბრიტანეთის მხრიდან, ჩვენი პარტნიორების მხრიდან, დასავლელი ლიდერების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები, პოლიტიკური გზავნილები და მათ შორის ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენება მოხდება, რომელიც აღარ იქნება მსუსხავი ეფექტის, იქნება დამანგრეველი. მოგესალმებით, გიკავშირდებით ტელეკომპანია პოსტივიდან. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ბრიტანეთის ელჩთან ოპოზიციური ალიანსის შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო სანქციების საკითხი. ნამდვილად შედგა თუ არა ბატონ ვორდსა და ქართულ ოპოზიციურ პარტიებს შორის სანქციებზე საუბარი. რა სანქციებზეა საუბარი და ვის წინააღმდეგ? ოპოზიციური ალიანსების დღის წესრიგი არის დესტრუქციული, რადიკალური. ოპოზიციას არასდროს უძებნია პარტნიორი ქვეყნის შიგნით და ქართულ ხალხში, ისინი ეძებენ პარტნიორებს ქვეყნის გარეთ, სად მოხდება მათი, ასე ვთქვათ, ინტერესების თანხვედრა, რომ დააზიანონ საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს ინტერესები. მეხუთე კოლონა საკუთარ დავალების მიმცემებთან კოორდინაციაში არიან, კიდევ დასტური იმის, თუ როგორ ხდება ქვეყნის ფარგლებს გარედან საქართველოს შემოქმედი შულავერის კომიტეტისთვის კონკრეტული დავალებების მიცემა. ჩვენს
სახელმწიფოში, რა თქმა უნდა, ვითხოვთ პირველ რიგში ჩვენი საზოგადოების და ქართული ხალხის პატივისცემას ნებისმიერი პირისგან, ვინც არის საქართველოში წარმოდგენილი. და პატივისცემას იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების, რომელიც დიპლომატიურ საქციელს და ეტიკეტს განსაზღვრავს. და სამწუხაროდ ვერ ვხედავთ ამ ყველაფერს, ვერც იმ კონკრეტული ელჩისგან, რომელზედაც თქვენ დამისვით კითხვა და ვერც რამოდენიმე გამორჩეული ელჩისგან, ვინც აშკარად იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე და გაკეთილშობილებაზე იზრუნონ, პირიქით რჩება შტაბ-ბიჭდილება, რომ შეგნებულად დგავენ ნაბიჯებს, რომ ურთიერთობები ევროსკეპტიციზმი მაგალითად გაღრმავდეს ჩვენ საზოგადოებაში. ყველა ელჩი ალბათ უნდა დაფიქრდეს, რომ როდესაც რადიკალ აქტივისტებს თუ პოლიტიკოსებს ხვდებიან, ადამიანებს, ვისაც ქართული ხალხი არ ხვდება და პირიქით უცხადებს ბოიკოტს და უცხადებს წინააღმდეგობას, ასეთ ადამიანებთან რა საერთო შეიძლება კონდეს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენელს, ეს ნამდვილად დიდი კითხვის ნიშანია და იმედი მაქვს, რომ გასცემს ამ კითხვაზე პასუხს. ეს არის რაღაცნაირად დაშინება ხალხის და საქართველოს ქართული საზოგადოების, რომ აი თქვენს უფროსებს, ბატონებს, რაღაცა უფრო აღმატებულ ადამიანებს შევხვდი და იქ მივიტანე არარსებული პრობლემა და არარსებული საკითხი, რომელზეც საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას ვერ აჯერებენ და ვერ არწმუნებენ. ახლო აღმოსავლეთისა და ყურის რეგიონში არსებული ვითარების გამო შემცირებული ავიარეისების მიუხედავად პირველ კვარტალში საქართველოს საავიაციო სექტორის საჰაერო მიმოსვლის მზარდ დინამიკას ინარჩუნებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემების მიხედვით 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 1,605,500 მგზავრს მოემსახურა, რაც 4,28%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას. 2026 წლის პირველ 3 თვეში საქართველოს აეროპორტებში ჯამში 7,799 რეისი განხორციელდა და დადებითი დინამიკა შენარჩუნებულია საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. ახლო აღმოსავლეთში და ყურის რეგიონში განვითარებული მოვლენების გამო შემცირებული ავიარეისების მიუხედავად მიმდინარე წლის პირველი კვარტალის ავიაციო სექტორში წარმატებული იყო. შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი აეროპორტები მოემსახურა დაახლოებით 1,600,000-მდე მგზავრს, რაც გვაძლევს დაახლოებით 4% წარმატებას წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ავიარეისების შესრულების მიმართულებითაც გვაქვს დადებითი დინამიკა და დაახლოებით 8%-იანი ზრდა ფიქსირდება. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით დადებითი დინამიკა, სადაც დაახლოებით 32%-იანი მატება გვაქვს. ნევროკუნთოვანი დაავადებების მქონე პაციენტებისთვის პროგრამა ფართოვდება. კვლევითი სტაციონარული და ამბულატორიულ მომსახურებებზე სახელმწიფო დაფინანსებას ბავშვებთან ერთად ზრდასრულებიც მიიღებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს. მიხეილ სარჯელაძე მოადგილე თია გიორგაძესთან ერთად ექიმებისა და იმ კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა, ვისაც ინტერესი აქვს პროგრამაში ჩაერთოს და ბენეფიციარებს აღნიშნული სერვისები შესთავაზონ. როგორც მიხეილ სარჯელაძემ აღნიშნა, სპეციალური კუნთოვანი ატროფიის დიუშენისა და ბეკერის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მათი მიმდინარეობის მონიტორინგია. სიახლის ამოქმედებით ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ საჭირო სერვისების ფართო სპექტრი, რაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესს უფრო ეფექტურს გახდის. მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ და ასევე კვლევის ნაწილში ნევროკუნთოვანი დაავადების მქონე პაციენტების დაფინანსებას. ასევე ამ შედეგების ერთად თავმოყრას, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ამ დაავადების მართვას, როგორც ბავშვებში, ასევე უფროსებში ამ დაავადების მართვისათვის მნიშვნელოვანია ყველა ეს კომპონენტი. ნევროლოგიური მომსახურება უნდა გაუწიოთ მათ, კარდიოლოგიური მომსახურება, ორთოპედის მომსახურება, მზად უნდა იყოს ყოველთვის რეანიმაცია მათ დასახმარებლად. ყოველივე ამის მიწოდება შესაძლებელია მოხდეს ჩვენს მიერ. ჩვენ გახლავართ მოზრდილთა დაწესებულება, სადაც შეგვიძლია მივიღოთ ყველა სიმძიმის პაციენტი 15+1 დღიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, კლინიკა სრულად არის აღჭურვილი მასთან დაკავშირებით, რომ ჩატარდეს როგორც პრევენციული, ასევე ის სამკურნალო ღონისძიებები, რომელიც პროტოკოლით არის გაწერილი.
პარლამენტი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობებისა და ბატარეების ნარჩენების შეგროვების შესახებ კამპანიას უერთდება. პრეზიდენტზე საკანონმდებლო ორგანოსა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციას ვეისლეს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც პარლამენტის ელექტრონარჩენები გადასამუშავებლად გადაიგზავნება. კამპანიის მიზანია ელექტრონული ნარჩენების გადამუშავების ხელშეწყობა და ახალი პროდუქტების მიღება. ეს არის ერთგვარი სახელმწიფო პასუხისმგებლობა, როდესაც საქართველოს პარლამენტი უერთდება ელექტრონარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების კამპანიას. ეს არის ის ვალდებულება, რაც ქვეყანამ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად 2015 წელს შექმნა ბიზნესისთვის, რომელიც უკვე პასუხისმგებელია, რომ შეაგროვოს და გადაამუშაოს ის ნარჩენი, რომელიც თავისი საქმიანობის შესაბამისად არის წარმოქმნილი. პარლამენტი უერთდება ამ ძალიან კარგ ინიციატივას. მოგეხსენებათ, რომ დღევანდელ დღეს ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ეპოქაში სულ უფრო მეტი ელექტრონული ტექნიკა გამოიყენება და შესაბამისად სულ უფრო მეტია ეს ნარჩენი და ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს როგორც გარემოს დაცვას, ასევე ციკლური ეკონომიკის განვითარებას. სპეციფიკური ნარჩენები, როგორც არის ელექტრომოწყობილობები და ბატარეები, დღეიდან უკვე პარლამენტში შეგროვდება და თვითონ პარლამენტიც რასაც წარმოქმნის ამ ტიპის ნარჩენებს, გადაეცემა ორგანიზაცია ვეისლეს. და ვეისლესი არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია და მთელი ქვეყნის მასშტაბით ქმნის ამ შეგროვების სისტემას. და მეორე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის მაგალითის მიმცემია პარლამენტი სხვა უწყებებისთვისაც და დღევანდელი ჩვენი თანამშრომლობა ნათელი მაგალითია, რომ სხვა უწყებებიც უნდა ჩაერთონ ამ კამპანიური ხასიათის საერთო კამპანიაში. საქართველოს ხელოვანთა კავშირის ხელოვანები მომავლისთვის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით კლასიკური მუსიკის მე-19 ეროვნული კონკურსი მომავლის ვარსკვლავები ჩატარდა. საზეიმო დასკვნითი გალა კონცერტი და დაჯილდოების ცერემონია სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში იმართება, სადაც მონაწილეობას იღებენ სამუსიკო და სახელოვნებო სასწავლებლების წარმატებული და ნიჭიერი მუსიკოსები, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ასევე აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ამერიკიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. შესარჩევი ტურები ჩატარდა კონსერვატორიის პროფესორებისგან დაკომპლექტებული ჟიურის მიერ საქართველოს ხელოვანთა კავშირის თავმჯდომარის მომავლის ვარსკვლავების დირექტორის, პრეზიდენტის ღირსების ორდენის კავალერიისა და მუსიკოსის ნინა კუპატაძის ხელმძღვანელობით. პრიზიორებს ხელოვანთა კავშირისგან სახელობითი ჯილდოები გადაეცემათ. დღევანდელი დღე არის გალა კონცერტი, წლევანდელი წელიც არ იყო გამონაკლისი და ჟიური შეარჩია კიდევ ბევრი ძალიან პერსპექტიული მოსწავლე, რომლის დაჯილდოების ცერემონია სწორედ დღეს მიმდინარეობს გალა კონცერტზე. 40 საგუნდო კოლექტივი იღებს მონაწილეობას სხვადასხვა შორეული რეგიონებიდან. და ამავე დროს, რაც ყველაზე პრობლემურია დღეს საქართველოში სრულიად, არის საორკესტრო ინსტრუმენტების მრავალფეროვანი წარმოჩენა. მე უკვე მრავალი წელია ვიღებ ამ კონკურსში მონაწილეობას და ყოველთვის წარმატებით სრულდება. წელს მივიღე მონაწილეობა გალა კონცერტზე, სადაც ძალიან წარმატებულად დაასრულდა და მივიღე მეორე პრემია და ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან დიდი ხანია ამ პროექტში მონაწილეობ ჩემი მოსწავლეებთან ერთად. ბევრი მოსწავლე არის გამარჯვებული ამ პროექტში გაიზარდნენ. ყოველთვის მივიღებ ამ პროექტში მონაწილეობას, იმიტომ რომ ბავშვებისთვისაც მნიშვნელოვანია და ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასწავლო ინფორმაცია 4-ზე მე ამით გემშვიდობებით და ელოდეჩიცას დღის თავის სახელების შესახებ ანალიზურდებ რუსულად მოგიყვება წინ პოლიტიკური პოსტი გელოდებათ ასე რომ არ გადარჩეთ.